26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ამ დღეს ყველა ქართველი უნდა გაერთიანდეს, ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ ეს დღე და ყველა ერთად უნდა ვიყოთ ძალიან ამაყები, ერთიანები, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი და აი ამ დღეს უნდა გადავდოთ გვერდზე ყველაფერი. რა თქმა უნდა 26-ში კიდევ უფრო სხვანაირად მივულოცავთ ყველა ჩვენგანი ერთმანეთს უბრალოდ აი სიამაყე და ეს განცდა, რომ ნელ-ნელა უნდა მოვემზადოთ და ყველამ უნდა მოვიფიქროთ ჩვენებურად ვინ როგორ ვთქვათ რაღაცნაირად აღნიშნავთ არ ვიცი მეგობრებთან ეკლესიაში მისვლით და ღმერთისთვის მადლობის შეწირვით და ასე შემდეგ. მოკლედ კიდევ ერთი პატარა რაღაცის დამეტება მინდა გამომდინარე ამ დაძაბული მდგომარეობიდან, რაც მომენტებში პერიოდულად გამწოვდება ხოლმე ამ ბოლო დროს. უბრალოდ მეგობრებო, მინდა გთხოვოთ, რომ არანაირ რაღაცა სპეკულაციებს არ მივცევთ უფლება, რომ ამ დღეს ხელი შეგუშალოს და ერთმანეთთან დაგვაპირისპიროს. ეს დღე ყველა ქართველის არის, ეს დღე ყველა საქართველოს მოქალაქის არის და ერთიანი ძალებით უნდა აღნიშნოთ. ეს არ არის ნაზვის ხისანთება, როცა მაგალითად რაღაცა ვიღაც გარკვეულმა ჯგუფებმა რაღაცა გადაწყვიტეს, რომ ეტიპად და ნაძვისხი არ აინთებინებინათ. ანუ ოკეი, ძალიან კარგია, რომ თქვათ გვაქვს ამისის, რომ გამოვხატოთ, გავაპროტესტოთ, ასეც უნდა იყოს. ნუ მე ეხლა რაღაცა ცოტა ნაძვისხის ანთება შუაში იყო. ნუ ოკეი, კაი. ეს ერთად სხვა საკითხია და ძალიან მიხარია, რომ ასე მშვიდად ჩაიერა მაგალითად ნაძვისხის ანთების საკითხმა, მაგრამ ეს საერთოდ სხვა დღეა. აქ განსაკუთრებული ვალდებულება გვაქვს, რომ ჩვენი რაღაცა პოლიტიკური გემოვნება, ჩვენი არ ვიცი რაღაცა შიდა უთანხმოებები გვერდზე გადავდოთ და აი მგზავრების სიმღერაში რომ არის რომ აწყვეზე კამათით, წარსულის დიდებით და მომავლის იმედით ერთად უნდა გავერთიანდეთ და ერთად უნდა აღნიშნოთ ეს ჩვენი საამაყო დღე მშვიდად, სიხარულით, სილამაზით და ერთობით.